საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. საუბრის თემა გახლავთ სიტყვა წარმოება და სიტყვა წარმოების საშუალებები, რომლებიც ენის ლექსიკურ მარაგს საგრძნობლად ამდიდრებს, საგრძნობლად ზრდის. უპირველეს ყოვლისა, რა არის სიტყვა წარმოება? ეს არის ერთი სიტყვისაგან მეორე სიტყვის წარმოქმნა თავსართბოლოსართების მეშვეობით. სიტყვათ მაწარმოებელი ელემენტები იგივე თავსართბოლოსართებია, ისეთივე თავსართბოლოსართებია, როგორიც იყო ბრუნებისა და უღლების ზმნის უღლების დროს განხილული თავსართბოლოსართები, ზოგჯერ ისინი ერთი და იგივეც კი არის, მაგრამ მათ შორის ერთი არსებითი განსხვავებაა. როდესაც ბრუნების ან უღლების ელემენტებს ურთავთ ფუძეს, სიტყვის ფუძეს, არ იცვლება სიტყვის მნიშვნელობა. ანუ ეს სიტყვა იმავე ფუძედ, იმავე მნიშვნელობის სიტყვად რჩება, რაც იყო. ხოლო როგორც კი ჩვენ დავურთავთ სიტყვათ მაწარმოებელ ელემენტს, თავსართს თუ ბოლოსართს, ამ შემთხვევაში არსებითად იცვლება სიტყვის მნიშვნელობა, ანუ წარმოიქმნება ახალი სიტყვა. აი ჩვენ რომ ავიღოთ, თქვათ, ფუძე კუდ და მისი სახელობითი ბრუნვის ნიშანი, კუდი, კუდმა და ასე შემდეგ, ბრუნვის ნიშნები არ ცვლის ამ სიტყვის მნიშვნელობას, ჩვენ უკვე ვიცით ეს და ფორმაცვალებაზე საკმაოდ ვისაუბრეთ, მაგრამ როგორც კი ამ ფუძეს დავურთავთ ა ბოლოსართს, გაიხსენეთ მოთხრობა კუდა ხარი და ბუზები, ეს კუდა უკვე არის არა კუდი თვითონ მნიშვნელობით, არამედ აღნიშნავს უკუდოთ, ზეცერთავსახელად იქცევა და არის სრულიად სხვა სიტყვა. ეს სხვა სიტყვა რომ არის, იქიდან ჩანს რომ ეს კი გამოყავით ეს ელემენტი ბოლოში როგორც სიტყვათ მაწარმოებელი ელემენტი, მაგრამ სინამდვილეში კუდა როგორც ცალკეს დამოუკიდებელი სიტყვა, ეს არის ხმოვანფუძიანი სიტყვა, რომელიც თავის მხრივ იბრუნება ისევე როგორც კუდი დამოუკიდებელი. ანუ ეს ორი სიტყვა რომ არის, იქიდანაც ჩანს რომ მათ დამოუკიდებელი ბრუნვის ფორმები აქვს. აი ასე სიტყვათ მაწარმოებელი თავსართ-ბოლოსართების მეშვეობით წარმოიქმნება ახალი სიტყვები და ასე მდიდრდება ენის ლექსიკური მარაგი. კერძოდ, ჩვენ ნახეთ რომ გვაქვს სახელური ფუძეები, გვაქვს ნაცვალსახელები, ზედსართავები და ასე შემდეგ, გვაქვს ზმნური ფუძეები და ზმნური ფორმები წარმოება აქედან და აი ძირეული მასალა რამდენიმე 10,000 რაოდენობას აღწევს. მაგრამ ენის ლექსიკური მარაგი მხოლოდ მარტივი ფუძეები და მარტივი ძირები არ არის, ძალიან დიდი წილია ამ მარაგში წარმოქმნილი ფუძეები, ანუ სიტყვათ მაწარმოებელი ელემენტების გზით მიღებული ფუძეები და ეს საგრძნობლად ამდიდრებს ენის სიტყვათა რაოდენობას. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარად წარმოქმნილი თავსართბოლოსართებით ნაწარმოები სიტყვები საზოგადოდ აღემატება ძირეულ სიტყვებს, რადგან ძალიან მოქნილი და პროდუქტიული საშუალება არის სიტყვა წარმოება ენის გამდიდრებისა. როგორც ვქვით, გვაქვს ჩვენ სიტყვა წარმოებისათვის თავსართ-ბოლოსართები. შეიძლება იყოს მხოლოდ ბოლოსართი, როგორც ნახეთ, ა იყო ასეთი, იან, იერ, ურ და ასე უამრავი ჩვენ ნახავთ კიდევ ჯგუფებად როდესაც განვიხილავთ, შეიძლება იყოს მხოლოდ თავსართი, უფრო იშვიათი ასეთი, მაგრამ შეიძლება იყოს ასეთი, რომ მხოლოდ თავსართი იყოს, მაგალითად სა, თქვათ, ნაშთი, თქვათ, მხოლოდ თავსართია. შეიძლება იყოს მხოლოდ თავსართი. შეიძლება იყოს და უფრო ხშირი არის ამ სიტყვა წარმოების დროს თავსართ-ბოლოსართები ერთად. კერძოდ, თქვათ, სა, სა, მივღებური პრეფიქს-სუფიქსები მ, ელ და სხვა და სხვა. ესე იგი, თავსართ-ბოლოსართი არის იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი ელემენტი კი არ წარმოქმნის ახალ სიტყვას, არამედ მეორე ელემენტიც საჭიროა და აქ ჩაჯდება ფუძე. თქვათ,
საფულე აი ეს სიტყვიდან ფულიდან წარმოება დანიშნულების სახელი საფულე და აი ამას განვიხილავთ სათითაოდ. ხოლო როდესაც აი ამ სიტყვათ წარმოების პროცესს განვიხილავთ, უმჯობესად მიიჩნევენ, რომ დაალაგონ შინაარსობრივ ჯგუფებად, რადგან ეს ჯგუფები, ეს ფორმები თავისი მნიშვნელობითაც და ფორმითაც მრავალფეროვანია, ამჯობინებენ, რომ დაალაგონ ჯგუფებად. და აი იმისათვის, რომ წარმოგვედგინა, ჩამოწერეთ ის შინაარსები, რაც შეიძლება წარმოიქმნას ცალკეული თავსართების თუ ბოლოსართების თუ თავსართ-ბოლოსართების დართვით. კერძოდ, აი აქ ყველა ჯგუფი არ არის ჩამოწერილი, არის ძირითადი ჯგუფები ჩამოწერილი, რა ტიპის, რა შინაარსის ახალი სიტყვები წარმოიქმნება ამგვარი სიტყვათმოწარმოებელი ელემენტების დართვის შედეგად და აი განვიხილოთ ესენი. აი კრინობითი წარმოიქმნება უკა უნა თავსართ-ბოლოსართების დართვით. კერძოდ, თქვათ, აი ის რომ ჩვენ რაც ვნახეთ, თქვათ, კუდა რომ არის, თქვათ, პატარაში თვითონ ეს არის, მელა და მელია, ია და ბოლოებაც ითვლება რომ კრინობითის ეს არის წარმოქმნელი, ეს არის სიცოტავის გამომხატელი სუფიქსი. არის ხოლმე აშკარაა რომ თქვათ, როდესაც ვამბობთ უცა და უნა და ასე შემდეგ. გოგო, გოგონა, გოგუნა, გოგუცუნა, ბიჭუნა, ესენი ყველა არის სწორედ სიმცირის სიცოტავის გამომხატველი. ზოგჯერ შეიძლება არ ჩანდეს აი როგორც მელაში, მელიაში ეს კრინობითობა, მაგრამ წარმომავლობით სწორედ ამას უკავშირდება ეს სუფიქსი და ახალი სიტყვები ასე წარმოიქმნება. ბიჭი და ბიჭუნა. უნას კიდევ შლით ხოლმე, იმიტომ რომ მიაჩნიათ მეცნიერებს, რომ რაც არის აი ეს პირველია, ეს მონაწილეობს აქ და კიდევ ახალი სუფიქსი უკ, ուն, უც და ასე შემდეგ ეს დაბოლოებები არის დართული. ქონების სახელები. იან, ოვან, ოსან, აქ იგულისხმება, რომ სახელობითი ბრუნვის ნიშანის უნდა იანი ძალიან გავრცელებულია, ყველაზე გავრცელებული სუფიქსი დაბოლოება არის მქონებლობისა და როდესაც ვამბობთ ჩვენ თქვათ სახელიანი, თქვათ ფულიანი, ჭკვიანი, ჭკუა და ჭკვიანი აქედან არის წარმომდგარი. ანალოგიურია, სინონიმურია ოვან და ოსან, ოღონდ ფუძეები ჩვეულებრივ განაწილებული აქვს ხოლმე, იმიტომ რომ ერთსა და იმავე ფუძეს ორი სუფიქსი იშვიათად აწარმოებს, რადგან ეკონომიურია ენის სისტემა, როგორც ვთქვით, სახელოვანი, გულოვანი, გულიდან, ჩინოსანი, თქვათ, და ძველი სუფიქსი არის, ძველ ქართულში იყო ეს ძალიან გავრცელებული, კარედი რომ არის და კრეცაბმელი აქედან მომდინარეობს, ეს არის თქვათ იშვიათი ძველი არქაული დააკრავს ფესვედი მაგალითად. ნიშნავს ფესვებიანს. უქონლობის სუფიქსები. ეს არის პირველი თუ ქონების იყო, მეორე თუ ქონების იყო, მესამე სწორედ უქონლობის არის საპირისპირო შინაარსი შემოაქვს და ასეთი სიტყვები იწარმოება უო და ურ სუფიქსია ასეთი. შეიძლება იყოს მხოლოდ უც იშვიათად, თქვათ, ურგებელი რომ არის ურგები, აი ეს შეიძლება იყოს ასეთიც, ზნიდან აწარმოები, ჩვეულებრივ ის მიმღებებული მნიშვნელობა უკუდო, უპირო და ასე შემდეგ. ნებისმიერი სიტყვიდან შეიძლება უქონლობის გამოხატვა, ანუ იმ სიტყვის, იმ საგნის არ ქონა, რომლის ქონებლობას იან, ოვან, ოსან გამოიხატება უოთი. და ურ ასევე, თქვათ, უმადური მადლი რომ არის, იქიდან იწარმოება უმადური. გონებიდან გონი, უგუნური ფონეტიკური პროცესია მომხდარი და
უმადური. იგულისხმება, რომ მადლში თვითონ ლ-ს დაბოლოება და ამ შემთხვევაში ის ჩამოსცილდა. წარმომავლობის სახელები. წარმომავლობის სახელები მრავალფეროვანია, რადგან წარმომავლობა შეიძლება იყოს ადამიანის და შეიძლება იყოს ნივთის წარმომავლობა და ისინი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. ელ დაბოლოება უპირველეს ყოვლისა ეს გამოხატავს ადამიანის წარმომავლობას, ხოლო ურ და მისი ვარიანტი ულ გამოხატავს უსულო საგნების, ძირითადად უსულო საგნების წარმომავლობა. შეიძლება ცხოველებიც იყოს ამათ რიგში. კერძოდ რა იგულისხმება? ვთქვათ, თბილისელი ან აჭარელი და ასე შემდეგ. ეს არის ამ ადგილიდან წარმომავლობის ადამიანი, ესე იგი, რომ ის აქედან არის წარმოშობით. და თბილისური ეს კი არის ნივთი, რომელიც თბილისში დამზადდა თუ თბილისში გვხვდება და ასე შემდეგ. ან თქვათ სხვა რამე მოვლენა თბილისური შემოდგომა, თქვათ ვამბობთ ხოლმე, ბუნებრივია რა ჯგუფის სახელს შეეფარდება. ულ იმ შემთხვევაში გვხვდება, დავაკვირდეთ ჩვენ ამაზე, ასე იგი ფონეტიკური პროცესების დროსაც არის ხოლმე დისიმილაციის დროს საუბარი და თუ აქ ფუძეში აღმოჩნდა რ მაშინ იქნება გორული, თბილისური, მაგრამ გორული. ამ რ-მ გამოიწვია დისიმილაცია და ულ მივიღეთ. ანუ ულ იგივეა, რაც ურ და არაფერი განსხვავება მათ შორის არ არის. ახლა შემდეგი ჯგუფი წარმოქმნილი სახელების. ეს არის აბსტრაქტული სახელები, ეგრეთ წოდებული აბსტრაქტული სახელები. ესენი ყველა, თითქმის ყველა, ესე იგი, ძირითადად ძველი ქართულიდან დაწყებული არის წიგნიერი წარმოშობის სახელები, ძირითადად იმიტომ, რომ განზოგადებულ სამყაროსთან განზოგადებულ მიდგომას გამოხატავს და ასეთია ობა, ება, სიე, თავსართ ბოლოსართებით ნაწარმოების სახელები. 7 და მშვიდობა. თქვათ მტრობა, გულუხვობა და ასე შემდეგ. ნებისმიერი თვისება, რომელიც შეიძლება გამოვხატოთ, ანუ აბსტრაქტული ხასიათი მივანიჭოთ რაიმეს, იქნება ობა ან ება, თქვათ დიდგულოვნება, დიდსულოვნება და ასე შემდეგ. სიე ძალიან ხშირად არის ეს თავსართ ბოლოსართიც გამოყენებული და თქვათ ლამაზი კონკრეტული ზეცერთავის სახელია და სილამაზე უკვე არის თვისება, რომელიც ლამაზს უკავშირდება. მაღალი და მაღლე არის თვისება მაღლის და ასე შემდეგ. სიგრძე და ეს ძალიან ფართოდ არის გამოყენებული ასევე ახალი სიტყვების საწარმოებლად. დანიშნულების სახელები. დანიშნულების სახელები არის ძირითადი თავსართ ბოლოსართი არის საე და საო. საე და საო. საურმე სათვალე მაგრამ სათვალთვალო საცილო ძირითადად ზნური ფუძიდან მომდინარე არის ეს ასეთი დანიშნულების სახელები, საიდან ზუსტვალებიდან ეს არის სათვალთვალო, რასაც იცილობენ ეს არის საცილო და ზოგჯერ იმასაც ქმნის, ეს აი პარონიმებზე ვლაპარაკობთ ჩვენ და როდესაც აი ცოლ ფუძიდან როდესაც ვაწარმოებთ, საცოლე ასე არის ქართულში დამკვიდრებული, საცოლე არის ქალი და საცოლო კაცი, ვაჟკაცი, ესე იგი იმ ასაკში, როცა ცოლი უნდა მოიყვანოს ადამიანმა. ხელობის სახელები.
ხელობის სახელებს ეკუთვნის ისეთი სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიას გამოხატავს. პირველ რიგში მე პრეფიქსი, სუფიქსი და ძალიან ბევრია ასეთი მეურმე, მეტივე, მენაბდე და პროფესიის სახელები და ასე შემდეგ. ასევე მეურდაბოლოებიანი, მეურთავსართბოლოსართიანი, მეგზური, გზა, მეგზური და ასე შემდეგ. და წინავითარების სახელები. წინავითარების სახელები გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც რაიმე მოვლენა ან საგანი უკვე იყო და აღარ არსებობს. ეს ისტორიას უკავშირდება მწარედო, ამბობენ ხოლმე, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადგილებს მაგალითად ქვია სახელი ნავენახევი. ნავენახევი, ნაარ, თავსართბოლოსართი, ნასოფლარი, ნაქალაქარი და ასე შემდეგ. ეს სახელები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ცნობილია თვითონ როგორც ტოპონიმები, როგორც ადგილის სახელები, წარმომავლობით არის სწორედ არ ყოფნა იმისა, რაც არსებობდა და ჩვენს ისტორიაში და ჩვენს გეოგრაფიულ სახელწოდებებში ძალიან ბევრია ასეთი გავრცელებული. ახლა რახან გეოგრაფიაზე მიდგა საკითხი, გეოგრაფიული სახელები უმეტესობა წარმოშობით არის სწორედ ამგვარი სიტყვაწარმოების გზით მიღებული. იშვიათია ძირეული, ვთქვათ, გეოგრაფიული სახელები, ეს ის შემთხვევა, როცა ისინი არ არის ახსნილი, არ არის გაშიფრული და მხოლოდ ძირეულად შეიძლება მივეჩნიოთ. კერძოდ, რომ ავიღოთ ჩვენ, ვთქვათ, ქუთაისი, თბილისი, წავკისი, ძალისი და ასე შემდეგ. ესენი არის წარმოშობით, ერთხელ ქონდა კიდევაც ამაზე საუბარი, ნათესაობით ბრუნვის ფორმით წარმოშობილი სახელები. ანუ გეოგრაფიული სახელები ასეთი ის არის. რომ ავიღოთ, ვთქვათ, გერგეტი, ერთ დაბოლოება ძალიან ხშირია. ასე იგი, გეოგრაფიული სახელების, რადგან ერთ დაბოლოება ამავე დროს მრავლობითობასაც აღნიშნავდა და ან გიორგაძეები იქნებოდა, ან გიორგიები იქნებოდნენ და ის ამას უკავშირდება ეს ფუძე და ერთ წარმომავლობით ეს არის. რომ ვთქვათ, გეოგრაფიული სახელები შეიძლება იყოს სწორედ კლინობითი წარმოშობისაც. ეხლა მცხეთა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ადაბოლოებიანი სახელები ბევრია და როდესაც მცხეთას აანალიზებენ, სწორედ მიაჩნიათ, რომ გამოხატავდა ამ სიტყვის, იმ აგებულებას, რომელიც ან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მესხეთთან, ანუ მესხეთიდან მომდინარეობს ერთი აზრი ასეთია და მეორე აზრი არის ისეთი, რომ ეს უკავშირდებოდა მხცეს, ანუ ჭაღარას და რადგან ეს სატახტო ისეთი ქალაქი იყო, სადაც უხუცესი ხალხი მოღვაწეობდა, ბრძენი ხალხი მოღვაწეობდა, შეიძლება ეს იყო მხცეთ ამ შემთხვევაში ქონებლობას გამოხატავს. ხო, გეოგრაფიული სახელები. ასევე წარმოქმნილი პრეფიქსები, თავსართბოლოსართები წარმოქმნილი სახელები არის მცენარეთა კრებულების გამომხატველი სახელები, თქვათ მუხნარი, მუხა და მუხნარი, ნარ ძირითადად, წიფელი და წიფლნარი, ფიჭვნარი და ასე შემდეგ სახელწოდებები, რომელიც ასევე ბოლოსართვის გზით არის წარმოქმნილი. შემდეგ ზედსართავი სახელების განხილვის დროს თქვენ უკვე შეისწავლეთ ხარისხის სახელები, ხარისხის ზედსართავები, კერძოდ მოწითალო და ესი უწითლესი, არა? და ეს და ეს ასევე არის სიტყვათმაწარმოებელი ელემენტები, რომელიც ახალ სიტყვებს აწარმოებს. ის წითელი, იგივე წითელი არ არის, რაც უწითლესი.
და კიდევ ერთი. არაერთი სიტყვა შემოვიდა უცხო ენებიდან ქართულში გარკვეული დაბოლოებებით. აი ჩვენ რომ ავიღოთ იზმი და ისტი. იზმი და ისტი. ესენი აწარმოებენ თქვათ მარი მეცნიერი იყო და მარიდან იწარმოებოდა მარიზმი, მარისტი. ან მარქსიზმი, რომელიც გავლილი, ესე ვთქვათ, ჩვენი იდეოლოგია საქართველოს იყო ამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მარქსიზმი და მარქსისტი და ასე შემდეგ. ისტი ამ მიმდევარს გულისხმობს, აი ამ რაღაცა მოვლენისას, ხოლო მოვლენა თვითონ იზმით არის დახასიათებული. როდესაც ეს სიტყვები, ეს აფიქსები დაერთვის უცხო სიტყვებს, ეს გასაგებია, რომ უცხო ელემენტის უცხო სიტყვას დაერთვის. მაგრამ როდესაც ისინი უკვე ქართულ სიტყვებს დაერთვის, მაშინ ბუნებრივია, რომ ვილაპარაკოთ უცხო დაბოლოებების გამოყენებაზე ქართული სიტყვაწარმოების საშუალებებად. და სწორედ ასეთია ეს შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ მიმდინარეობაზე ლაპარაკობენ ვინმეს მიმდევრობაზე, მაშინ ვიამბობენ ხოლმე, რომ თქვათ მიმდევარი არის ამ ადამიანის, ანუ არის თქვათ აი წარსულ წლებში იყო, რომ იყო ვიღაცა ზვიადისტი, იყო შევარდნადისტი და ასე შემდეგ, სწორედ პოლიტიკურ მიმას გამოხატავდა. შემდეგ ასევე არის ხანა, რომელიც სპარსულიდან არის ეს დაბოლოება შემოსული და როდესაც ვამბობთ ჩვენ ლუდხანა, ჩაიხანა და ასე შემდეგ, ყავახანა, ამ შემთხვევაში ეს სხვას არაფერს არ გულისხმობს თუ არა სალუდეს. ანუ ხანა ამ შემთხვევაში თავსარდ ბოლოსართის თავსარდ ბოლოსართის ტოლია. ჩაიხანა და ასე შემდეგ. აი ძირითადად შეიძლება ამით ამოიწუროს ის საშუალებები, რომლებიცაც ახალი სიტყვების წარმოება ხდება და თქვენ შეგიძლიათ უკვე დამოუკიდებლად დააკვირდეთ განსხვავებას ამ სიტყვათმოწარმოებელ ელემენტებს შორის, თქვათ მქონებლობისა რომ არის იანი, ოვანი, ოსანი, მათ აქვს საერთო ფუძეებთან ხდება და საერთო შინაარსიც აქვს, მაგრამ მაინც გარკვეული განსხვავება მათ გამოყენებაში. ასევე საე და საო განსხვავება უკვე ვთქვით და სხვა აფიქსებს თქვენ გაეცნობით დამოუკიდებლად. გმადლობთ ყურადღებისათვის.